მშვიდობისა საქართველო, დღეს 11 თებერვალია, უყურებთ კურიერს 8 საათზე. აქტიურ მუშაობაზე გადადის დღეიდან პარლამენტში მოქმედი ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია. რამდენიმე საათში დაგეგმილ პირველ ხდომაზე საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს ელოდებიან. საუბარია ხორცის, რძის პროდუქტებისა და კვერცხის მწარმოებელ კომპანიებზე. განიხილება ბაზრის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი და სექტორის საოპერაციო პროცესები. კომისიაში იმედოვნებენ, რომ ღია დისკუსიის შედეგად ყველა მხარისთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მისვლა მოხერხდება. ჩვენი მიზანი არის, რომ მათთან ერთად განვიხილოთ ბიზნეს პროცესები, რომელიც უკავშირდება ადგილობრივ წარმოებას, დავსვათ კითხვები თუ რა პროცესები იწვევს წარმოების თვითღირებულების გაძვირებას, რა ინფლაციური პროცესები იყო ბოლო წლების განმავლობაში, როგორ შეიძლება აღნიშნული პროცესების ოპტიმიზაცია, სად არის საშუალება იმისა, რომ ბიზნესი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს, პროდუქცია უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს, რაც შედეგობრივად აისახება სამხარველო ფასების შემცირებაზე. ამ კომისიის ხდომაზე ჩვენ შემოვიფარგლებით შეკითხვებით, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენი დღის წესრიგი კი გვექნება და ვიქნებით აქტიურები მომდევნო ხდომებსაც წარვადგენ ჩვენს ინიციატივებს იმისთვის, რომ საბოლოოდ შევცვალოთ არსებული ვითარება მოქალაქეებისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ იმ ტყუილებისგან, რომელსაც ოცნებას თავაზობს ჩვენს მოქალაქეებს, გადავარჩინოთ ისინი. ნამდვილად არის რესურსი. რაღაც გარკვეულ სეგმენტზე, რა თქმა უნდა, არა ყველაფერზე, მაგრამ გარკვეულ სეგმენტზე ფასების რეგულაციების. თუმცა ჩვენ გონია, რომ მაინც საჭიროა ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ჩარევა, კარგი გაგებით ჩარევა, ვამბობ, რომ არ მოხდეს დომინირება ამა თუ იმ სეგმენტში. როგორ გაგრძელდება შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა, როგორია მოლოდინები. ქართულ ოცნებაში კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ ისინი ყოველთვის მზად არიან სტრატეგიული ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დასაწყებად. შეგახსენებთ, შტატების სახელმწიფო მდივანსა და ვიცე-პრეზიდენტს მილანში ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდნენ. ქართული მხარის ინფორმაციით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა საუბარში თქვეს, რომ საქართველოსთან მიმართებაში წინა ადმინისტრაციისგან საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ და უახლოეს მომავალში ურთიერთობის აღსადგენად მზადება დაიწყება. საკმაოდ იმედიანად ვარ ჩვენ განწყობილი აღნიშნული კომუნიკაციის დროს გამოკვეთილი ის გზავნილები, რაც იყო ამერიკელების მხრიდან, ეს გვიჩენს იმის ოპტიმიზმს და იმედს, რომ უახლოეს მომავალში გასული 1 წლის განმავლობაში მიმდინარე სამუშაო შეხვედრები, პროცესები გადაითარგმნება უკვე კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, რაც თავარია უპირველეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი არის იმისი საერთო აღიარება და გაცნობიერება, რომ ნამდვილად მძიმე მემკვიდრეობა დატოვა წინა ადმინისტრაციამ. ნებისმიერ დროს ჩვენ მზად ვართ, რომ დავსხდეთ და დროსა და სივრცეში გავწეროთ კონკრეტული გზამკვლევი, სადაც გამოჩნდება თუ რა ნაბიჯები არის გადასადმელი იმისათვის, რომ ეს ურთიერთობა აღდგეს. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთებულია ქართულ ოცნებას იმისთვის, რომ დაიწყოს რეალური პარტნიორობა. ახლა ბურთი არის ამერიკის შეერთებული შტატების მოედანზე და ძალიან სასიამოვნო არის ის გზავნილები, რა გზავნილებიც ქალბატონმა მაკაბოჭორიშვილმა და ბატონმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღეს. შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ამჟამად ძალიან კომფორტულია. აცხადებს შეერთებული შტატების სახაზინო მდივანი და ამბობს, რომ ეს ურთიერთობა შესაძლოა ძალიან პროდუქტიულიც იყოს. სკოტ ბენსენტის თქმით, შეერთებული შტატები და ჩინეთი კონკურენტები იქნებიან, მაგრამ არის სურვილი, რომ ეს კონკურენცია სამართლიანი იყოს. არ გვინდა ჩინეთისგან დისტანცირება, მაგრამ რისკების შემცირება გვჭირდება, განმარტავს ამერიკის სახაზინო მდივანი. მისივე თქმით, შეერთებული შტატები მუშაობს სუვერენიტეტის აღსადგენად იმ სტრატეგიულ ინდუსტრიებში, სადაც ამჟამად ჩინეთი დომინირებს. ეს ეხება კრიტიკულ მინერალებს, ნახევარგამტარებსა და მედიკამენტებს. უკრაინის რეგიონებში კვლავ საჰაერო განგაშია გამოცხადებული. მოქალაქეებს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ. ოკუპანტებმა ქალაქებისა და დასახლებების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები და დრონები გაუშვეს. თავდასხმის სამიზნე გახდა ხარკოვის ოლქი, ქალაქი ბოგოდუხოვში მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ოპერაცია. მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. მედიის ინფორმაციით დარტყმებს 4 ადამიანია მსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია. არიან დაშავებულები. უკრაინის მწვავე გამოწვევად რჩება ენერგოკრიზისი. რუსეთის ძალები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავენ. ძლიერი ყინვის პირობებში კიევში 1400 მრავალსართულიანი სახლი ცენტრალური გათბობის გარეშეა დარჩენილი.
და კვლავ საქართველოს დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა აბაკურიანი წაღვერის ტყეში. კანონდარღვევა ვიდეო ხაფანგის საშუალებით გამოვლინდა. საუბარია 6 კუბურ მეტრ ხე-ტყეზე, რომელიც ადგილობრივ მკვეთრს მანქანით გადაჰქონდა. ეროვნული სატყეო სააგენტოში განმარტავენ, რომ ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება სექტორში დაგეგმილი რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში ტყის ფიზიკური დაცვის ვალდებულება უბრუნდება სატყეო სააგენტოს, შესაბამისად დაგეგმილია ტყის მცველების რაოდენობის ზრდა, ასევე აღსანიშნავია, რომ რაოდენობის ზრდასთან ერთად სააგენტო ფიქრობს მათ ტექნიკურ გადაიარაღებას თანამედროვე საშუალებებით, რაც ფიქრობთ ერთიორად გაზრდის ტყის დაცვის ვალდებულების შესრულებას და შეამცირებს ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სრულდება ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა, რომელიც მაისიდან უნდა ამოქმედდეს. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. თეთრიწყაროს გარდა ობიექტი მარნეულს, წალკას, დმანისა და ბოლნის 29 წლის განმავლობაში მოემსახურება. ახალი ობიექტის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ობიექტი ოპერირებას მაისისიდან განახორციელებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ობიექტი სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, მოემსახურება ქვემო ქართლის 5 რეგიონს, ხოლო ძველი ნაგავსაყრელები ეტაპობრივად კანონის შესაბამისად დაიხურება. ჩვენ ვიმყოფებით ნარჩენების განთავსების ახალ ობიექტზე ქვემო ქართლში, სადაც გარემოს დაცვითი პარამეტრების კონტროლი, კერძოდ წყლის, ჰაერის და ნიადაგის კონტროლი განხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და ნარჩენების ზეგავლენა გარემოზე იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. ახალციხელ წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდნენ მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. მიღწეული წარმატებისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელის პოპულარიზაციისთვის 7 სპორტსმენს მადლობის სიგელები გადაეცა. გარდა ამისა, ისინი მწვრთნელებთან ერთად მერის პროგრამის ფარგლებში ფულად ჯილდოებსაც მიიღებენ. სხვადასხვა ეროვნულ ჩემპიონატებში ახალციხელმა ახალგაზრდა სპორტსმენებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს. მუნიციპალიტეტის მერთან ერთად შევხვდით წარმატებულ სპორტსმენებს, მათ გაიმარჯვეს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში და აიღეს სხვადასხვა ადგილები, გადავეცით დიპლომები და ფულადი ჯილდოები. წარმატებით დაიწყო 2026 წელი ჩვენს მუნიციპალიტეტში, ყავს სპორტის სხვადასხვა სახეობებში გამარჯვებულები, მათ მიულოცეთ, გამარჯვება, წარმატებები უსურვეთ და დავპირდით, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ყოველთვის ექნებათ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სრული მხარდაჭერა. და ბოლოს ამბები მილანიდან 2026 წლის ოლიმპიადის მეხუთე დღეს ფიგურული სრიალის ინდივიდუალურ ასპარეზობაში მამაკაცთა კატეგორიაში მაყურებლის წინაშე ნიკა ეგაძე წარსდგა. ქართველმა სპორტსმენმა 85.11 მიასედი ქულა დააგროვა და ამ ეტაპზე მე-15 ადგილზეა. ეგაძე თავისუფალ პროგრამაში ზეგი ასპარეზებს. დღეს კი ყინულზე თავისუფალ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილს ვიხილავთ. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტის ორ სახეობაში ფიგურულ ციგურაობასა და სამთო სათხილამურო სპორტში 8 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. ოთხმაგი ტულუპის შესრულებისას დაუშვა ტექნიკური შეცდომა, ასევე მცირედი შეცდომა ნაბიჯების თანმიმდევრობის შესრულებისას. ჯამში დააგროვა 85 ქულა, რაც 10 ქულით ნაკლებია მისი სეზონის საუკეთესო ჯამური ქულის მოკლე პროგრამაში. იგი გადავიდა ფინალურ ასპარეზობაში და რა თქმა უნდა შეეცდება, რომ გაუმჯობესოს მიღებული შედეგი. ძალიან რთულია მობილიზება, ფსიქოლოგიური განწყობა, გუნდური შეჯიბრების შემდეგ ასპარეზობისთვის, თუმცა იმედი მაქვს, რომ მისი დონის სპორტსმენი მოქმედი ევროპის ჩემპიონია, შეძლებს გადალახავს ყველანაირ ფსიქოლოგიურ ბარიერს და ისეთ ურთულეს და მნიშვნელოვან სპორტულ ფორუმზე, როგორიც ზამთრის ოლიმპიური თამაშებია, გააუმჯობესებს მის ნაჩვენების შედეგს. ასე იყო დღეს კურიერის პირველი გამოშვება, მე 9-მდე უნდა დაგემშვიდობოთ.